დილამშვიდობის. ჯერ ბაბას არ უყევლია. 9:09. მე მოვიარე ორი ნაბიჯი. ძალიან ცუდად ვარ, ძალიან გაუფრთხილდით თავებს. არ ვიცი გავცივდი თუ საიდან მე რაიმე გადამედო. გაგუდული ვარ. ყველაფერი მტკივა. არ ვიცი გუში როგორ შევძელი და როგორ ვიმუშავე, ჩემი თავის გამოკვირდა. მიუხედავად იმის, რომ ვთვლი, რომ ძლიერი გოგო ვარ. ნახეთ რა ლამაზი თვალები მქონია. ზეგწავალ სავარაუდოდ ექიმთან დღეს უბრალოდ არ შეიძლება ვინმესთან ასე მივიდე და მივაფრქვიო. გუშინდელი შეკვეთა მიუხედავად იმის, რომ საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ მე ვიყავ ფიზიკურად ცუდად. რატო მე რო ბრუციანი ვარ, მგონია რომ თქვენც იგივე გჭირთ და ძალიან ახლოს ვდგები ხომ. ვისი ამოვნე ადამიანობით. დამკვეთი გოგონა სახელად ნათია. არ ვიცი ხალხო მიკვირს ხოლმე, როცა მეხუტებიან ესეთ დაღლილს დღის ბოლოს და მკოცნიან. ეს არის ხოლმე ჩემთვის ჩემ სარგოზე უფრო მეტი აბსოლუტურად მეხსნება დაღლილობა და ვთვლი რომ ყველაზე კარგი ადამიანი ვარ და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ არაფერი შემეშალოს და კარგი ვიყო ხოლმე. ეს გუშინდელი იაღრიშია. ჩემი საყვარელი როგორც მეტები ამბობენ გონი ლასინები ქვია, მაგრამ ჩემთვის ელასტიკია. ნუ ამჯერად დორასტიკია და არა ელასი, მაგრამ ხალხო, თქვენც გეცდიათ მაისურები უკუღმა? მე ასე მაცვია ხოლმე. და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. აი ეს ნაკერები, როცა მედება სახლში, მხოლოდ სახლში ვაკეთებ ამას. ძალიან დიდი დისკომფორტი მაქვს. ეხლა მივდოთ ეს ქურთუკი და გავაგრძელოთ რა შევიძინე ორ ნაბიჯში. ესე იგი 8-9-5 წუთი იყო შევედი ორ ნაბიჯში. კაც შვილი არ იყო. ვიარე მარტო. ისე ბედნიერად, ისეთი კარგი იყო, ისეთი კარგი იყო. მოკლედ 105 ლარის მაგივრად გადავიხადე 74 ლარი. ყველაფერი ავიღე ფასდათმობით. 2 ლარი ღირდა. ეს არ იყო ფასდათმობით, დღეს კატლეტი გვაქვს მენიუში და კინძის ყიდვა დამავიწყდა. ლობიო, მაქვს მოხარშული. სამსახურისთვისაც და ერთი წელი სახლისთვისაც, მაგრამ 5 ყიდულობ ხოლმე. ბანანი დღეს რაღაც მეიაფა 2, 4, 6 დიდი ბანანი 4 და 39, ანუ 50 თეთრი თითო. 4 ცალი მწვანე ვაშლი, ლარი და 77 და 3 ცალი წითელი ვაშლი, ლარი და 29. ეს არის ჩემი სიყვარული. მე მიყვარს ბალახეულობა, მცენარეულობა, ყველაფრეულობა, რასაც ის მწვანილის ბალახის გემო აქვს. შესაბამისად ალკოჰოლებიდან ჩემთვის ყველაზე მისაღები, როცა მინდა რომ ერთი ჭიქა დაბლიო, არის ეს. და სხვათა შორის რომ ამბობენ ხოლმე რომ დედას გავსო შვილიო. ეს არის ჩემი ალკოჰოლის კუთხე. ეხლა რა ხდება აქ? გაუხსნელი მარტინი, რომელიც ფასდათმობაზე ვიყიდე ალბათ 2 თვის წინ. ეგი არაყი. ეს არის მამეთ ჩემის ბებიის კიდე რომ წავიღე წერილი. არ ვიცი რა ქვია, მაგრამ გიჟდები აი ამაზე. მაკანკალებს ისე მიყვარს. ჭაჭა და ზაფხულის მერე
ლემონჩელო ასეთ მდგომარეობაში. ღვინოა კიდე მამას დაყენებული ქინძით შავი და სტუმრებისთვის მზად ვარ. ეხლა დავითი რო ჩამოვა, კარგად იგულავებს ყოველ საღამოს ივლის ჭიქით. უყვარს ესეთი ცხოვრება დედასგან. არავინ არ ვსვავთ სახში, უბრალოდ იყოს, მიყვარს. დიდი კატარო ყავს რძე. ფასდათმობით ამ ყველის გარეშე ჩვენ კაშიები ვერ ცხოვრობენ. ძალიან კარგი პომიდორი შემხვდა. ორნაბიჯი ესეთ კარგი პომიდორი ვარდისფერი. პერგამენტის ქაღალდი ცხობისთვის აღარ მქონდა. რა თქმა უნდა, ბროწეული. 4 წელში 3 და 10, ერთი თეთრი. დავიაფებიათ. გუშინ პატარა შაურმები აუწყე ნიკოს რომ მოვედი, ფეხზე აღარ ვიდექი და მაინც რაღაცა მინდოდა რომ ბავშვისთვის დედა ხარ, გალოვე უგნებოდი ჩემ თავს. ლობი არ მინდაო, გააპროტესტა მოხარშული მქონდა, კაი დაფნის ფოთლებით. თეთრი წყაროდან ჩამოვიტანე, სულ სხვა გემო აქვს და ნუ არ მინდაო ლობიო. კაი შვილო არ გინდა, ქათავი მქონდა ცოტა შემწორი და მოუხვიე სახლის შაურმები და აღმოჩნდა რომ კეჩუპი აღარ მქონდა, ძალიან დიდი ხანი არ მეყიდია, რაღაც პერიოდი აქციები იყო, ვიყიდა დაგროვდა. და თან ტყემლის ჭამა დაიწყო და ძალიან მომწონს, ღოღნაშოს ტყემალი აქვს, მე მგონი ორნაბიჯი ვყიდულობ ხოლმე ან ნიკორაში და გემრიელი აბა მე ქალი არ ვარ და ვერც მურობას ვაკეთებ. ვერც იმე, ხო გუშინ კიდე ის მალინის მურობა დავასრულეთ და მე ვუკეთებ ბუღალტერიას, ძალიან სუფთა გოგოა, ხელბოსტნის მაღაზია აქვს და აი ამ ხელქილაში მე ვიცი 10 ლარი მალინის მურობაში და ძალიან ბედნიერი ვარ. იმპორტული მანდარინის ფასი იყო ხოლმე ყოველთვის გაფრენილი. გეტყვით ახლა რაღაც 3 და 25 და ძალიან კარგი შეიტანეს დღეს ორნაბიჯი. შეგიძლიათ მანდარინი და პომიდორი შეიძინოთ დღეს ორნაბიჯში. ნახან თითი ასეთ მდგომარეობაში მქონდა, მე რა ცუდად ვარ, არ მეპატიება არაფერი, ვერ დაწვევი, როცა ასეთი მდგომარეობა გაქვს, არ დავრეცხე. მოვაწესრიგე ოთახი ავალაგე ლუგინი, რა თქმა უნდა, მტვერი ავიღე, სარეცხს ურეცხ, მაგრამ აქ არ ჩავყავი. ხო, ასე მოვიქეცი. ამას რა უნდა სიტყვით გამოცეთ, დედა როგორ მიხდება. მე ვარ კიდევ მაღაზიაში გასასვლელი, ახლა გავედი იმიტომ, რომ ნიკოს აქ თამაში. ნიკოლოს რას არ ვეძახი ამ ბავშვს. კაცმა ვერ გაიგო რა ქვია. ნიკუშა. ნიკა, ნიკო. ნიკლეუსი, ყველაფერი, დედასია. თამაში აქვს 12 საათზე უნდა წავიდეს მცხეთასაში, ეს ბავშვი გადაცხოვრებულია მცხეთაში. მე აქვთ თამაში ცაგერში. და ოჯახში გამოიწვია პროტესტი, რომ მეტი ადგილი ვერსად მოიფიქრეს, რომ მან შეიძლება გათოვლი იყოს, რომ წახვალთო, მაგრამ მე იმდენად არ მიშვებდნენ ბავშვობაში და იმდენად ეს ცუდ ემოციას იწვევდა ყოველთვის ყველგან უშვებ. შემთხვევა ყველგან ხდება თბილისშიც, სახლშიც, გარეთაც. ასე რომ განთავისუფლე სკოლიდან მივიწერე, რომ დღეს აქვს თამაში ჩანიშნული. და განთავისუფლეთ თუ შეიძლება ჩემი გამოჩეკილი და ნაწვალები გაზრდილი 16 წლის ჭაბუკით ხო? მზე ჭაბუკი. ხვეულები ეყრია თავზე, გოგოებო, არ ვიცი, მოდის მე მოვახვედრებ კადრში. ესეთი დათაცისტის თმას, ნიკაცისტის თმას, არ ვიცი რატო არიან. ანუ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თმა გრძელი გაქვს, ყური გაქვს, გახურეტილი ცხვირი გაქვს. თუთმა შეღებელი და კაცი იყავი და რაც გინდა ისაკეთე და ორივე ისეთი ხო პუდელი ბავშვები მყავს. ესე და ფაფახები. დათას ვაკითხები გუწუხან რითი იბანთქო და რა ვიცი დედავში რა შამპუნები დატოვა ისო გადაურიო ერთმანეთში ორი რო არ მდებოდა მე ვთხარი ეგ შერეული ინგრედიენტები დაიმახსოვრო რომ ჩამოხვალ გავაკეთოთ თქო დავით ველოდები ეხლა თვის ბოლოს ან თვის დასაწყისში ჩამოვა მე ერთ
დასვენების დღეს ავიღებთ და ერთად წავალთ თელავში და ერთად დავალაგებთ სახლს, გაჩვენებთ როგორი სახლი გვაქვს თელავში. მოკლედ არ ვიცი, დავითთან ცვლილებების დრო მოვიდა და ჩემი წვეთ ნამუშევარით და იმით, რომ შენ ვარ ჩარეულიყავი დედამ. მოკლედ რაღაცებს ბოლოში მოვყვები, როგორც გადაწყდება ყო ცოტა. მოკლედ მთავარი იქ არის, რომ ჩემი შვილი ერთი თვე იქნება ჩემთან. და რა ბედნიერება, როცა ორივე სახლში სუნთქავს ერთად. ეგ არის ჩემთვის წამალი. მე დავფრნებ, ჯერ ხო ისეც რეაქტიული გიჟი ვარ, არ ვიცი თქვენ მატყობთ თუ არა, მაგრამ ლაპარაკი საქმე უძილობა ძალიან შფოთვები მაქვს. წუხელი ყო პირველი გამო ძალიან ცუდად ვარ და მეძინა. დანარჩენი ვარ რეაქტიული გიჟი. ხო არიან ჩუმი გიჟები? არა. მე ისე მაქვს. ხო, დღეს რა გეგმები გვაქვს? ახლა რა შეიძლება კიდევ ნახოთ. შეკვეთა გვაქვს მენიუში კოტლეტი. ბიოს ხორცი ვიყავ ხოლმე. არ ვიცი შეიძლება ხორცებში გადავიდე და ფარში ავიღო. ნახოთ. როგორ მომინდება იმ წუთას ორი ფეხის ნაბიჯზეა. მოკლედ საბჭოს მოედანი მჭირდება რომ გავიდე, რომ სადილი გავამზადო. მჭირდება სამსახურისთვის ხელთათმანები, ხვალ მუშაობ, ცუდად ვიქნები, კარგად ვიქნები, არ განიხილება. მაინც კარგად ვიქნები და მაინც იდეალურ შედეგს დავდებ. ხელთათმანები მჭირდება და კიდევ რაღაცები გამომელია. სადაც გავაკეთებ და ჩემი სახლს დავალაგებ და რამე საქმეს ვიპოვე, იმიტომ რომ წოლა არ ვიცი. მოკლედ კიდევ ცოტა წინ წავიწიე და 15-ის მერე ჩავემატები ფიტპასს ავიღებ, რომ მე ხო ებრაელი ვარ, ჩვეულებრივი, არ გადავიხადო ზედმეტი არსად არაფერი, ჩემი ნაშრომი. ეხა გათენდეს კარგად და მაგიდის ფული ჯერ არ ჩაურიცხიათ და დავეკითხები, ხომ არ უნდათ რაიმე გინების მაგბარი ხომ არ მოინატრათ ან რაღაცა, მაგ დაგვარი კითხავ, სად არის, რა შვებია, რას ფიქრობ. ხო ამებს ვაჭრი სულ ყველაფერს და ამას მოსაჭრელი ქონდა და ეს გადავიცი. ხო, არ ვიცი, მე არ მწვენია ამის ეს რო არ მეთქვა თქვენი ფიქრებით, რომ ასეთია, მაგრამ ემაცვი ასე. წავედი ახლა ამ პატარა ვიდეოს დაგიტოვებთ და დღეს რახან სახლში ვარ და თქვენ ასე მანებივრებთ და ასე მეუბნებით, რომ мотиваცია ვარ თქვენი სიამოვნებთ ჩემთან ერთად ყოფნა, შევეცდები რომ ისე პატარ-პატარა კადრები ავიღო ამის მერე რას გავაკეთებ და ან ერთი დიდი გავაკეთოთ, მოკლედ კიდევ ერთი ვიდეო მინდა ძალიან დამშვიდებულზე და დალაგებულზე გავაკეთო. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო რამ მოხდა გუშინ წინ ღამე წუხელარა და იმის იქით. ამასაც მოგითხრობთ. ეს იყო რაც მე მჭირდებოდა ცხოვრებაში. ჩემი დეპრესიის მიზეზის ნაწილი ჩაიხსნება თუ მე მგონი სიცხე მაქვს რას მიგავს ტუჩები, მაგრამ მაინც გოცნით გეფერებით და მეყვარხართ გოგოებო.